გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ქრონიკის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის დასმული კითხვა და ბუნდოვანი პასუხი, დეტალები რამდენიმე წუთში. ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის თემა იყო ინვესტიციების მომავალი. მანამდე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოვიდა მსოფლიო მთავრობათა სამიტზე. ნინო არღულიანი აშუქებს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და უფრო მეც ის მოგვიყვება. საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში, ეკონომიკურმა ზრდამ კი ჩვენს ქვეყანაში 9.3%-ს მიაღწია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა. ამ შეხვედრის მთავარი თემა კი ინვესტიციების მომავალი იყო. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა იმ მიზეზებზე, რის გამოც ქვეყანას რთული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად ეკონომიკური ზრდა აქვს, მან დაასახელა ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, პოლიტიკური სტაბილურობა, დაბალი საგადასახადო განაკვეთი, სწორი საგადასახადო პოლიტიკა და მარტივი ბიუროკრატია. დღეს ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ბოლო წლებში ჩვენმა ქვეყანამ მოახერხა და 8 მილიარდი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიძია. მან თქვა, რომ საქართველოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ის რომ ქართული ეკონომიკა სანდუა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა სტაბილური, ამაზე ცხადად მეტყველებს Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიცია. ის თბილისსა და გონიოში 6.5 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებაც საქართველოს პრემიერმა ამავე შეხვედრაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძეს უსმენდნენ ამ შეხვედრაზე უმსხვილესი ბიზნეს წრეების, ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, მათ საქართველოს პრემიერმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. მსოფლიო ამჟამად მრავალი გამოწვევის წინაშე იმყოფება, მათ შორის ეკონომიკური განვითარების სფეროში. ამგვარ სიტუაციაში კონტექსტი საქართველოსთვისაც საკმაოდ რთულია, მაგრამ აქამდე წარმატებით ვახერხებთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას. ბოლო 5 წლის განმავლობაში თუ მაჩვენებლებით ვიმსჯერებთ, საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ევროპაში. 2021 წლიდან 2025 წლამდე ჩვენი საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9.3% იყო. ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მსოფლიოს პირველ ათეულშია ეკონომიკური ზრდის მიხედვით. ამას რამდენიმე მიზეზი ამყარებს. პირველია პოლიტიკური სტაბილურობა. ვიტყოდი, რომ ქვეყნის პოლიტიკური კონტექსტი საკმაოდ რთულია. რეგიონში, უკრაინაში ომი მიმდინარეობს და ჩვენს ირგვლივ არსებული სიტუაცია საერთო ჯამში არ არის მარტივი. თუმცა ამ სირთულეების მიუხედავად პოლიტიკური სტაბილურობა და უწყვეტი მშვიდობა გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. საგადასახადო განაკვეთები ძალიან დაბალია და გვაქვს სწორი საგადასახადო პოლიტიკა, რაც კარგ პირობებს ქმნის საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად. გვაქვს მარტივი ბიუროკრატია, რაც ასევე ქმნის კარგ პირობებს ეკონომიკური საქმიანობისთვის. ასევე ამაყაჩი გვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ეფექტური მართვით გამოირჩევა. ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონეა. თუ საერთაშორისო გლობალურ ინდექსებს გადავავლებთ თვალს, საქართველო ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზე ვართ კორუფციის დაბალი დონით. ევროკავშირის 8-9 წევრ სახელმწიფოზე უკეთესი მაჩვენებლები გვაქვს. ყოველივე ეს კარგ პირობებს ქმნის საქართველოში ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად და სწორედ ეს არის ჩვენი ხედვა. სწორი გარემო შევქმნათ საქართველოში უცხოელი ინვესტორებისთვის ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს მიდგომა საკმაოდ კარგად მუშაობს. გლობალურ რეიტინგებშიც კარგი პოზიცია გვაქვს. ეკონომიკური პოლიტიკის უსაფრთხოების და რაც მნიშვნელოვანი პირობაა, ეკონომიკური საქმიანობის საწარმოებლად სტრატეგიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სტრატეგიული მდებარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ. ინვესტიციებს ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, დაკავშირებადობაში, მსხვილი კაპიტალდაბანდება ხორციელდება მაგისტრალებში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, ციფრულ დაკავშირებადობაში. შავი ზღვის სანაპიროზე ვგეგმავთ ანაკლიის პორტის მშენებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის. მაგისტრალების მშენებლობაში ვდებთ ინვესტიციებს, რათა მთელი ქვეყნის მასშტაბით გვქონდეს თანამედროვე ჩქაროსნული მაგისტრალები 2030 წლისთვის.
განვახორციელეთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია. დიდი ინვესტიციები იდება ასევე ციფრულ დაკავშირებადობაში. ცდილობთ გლობალური მასშტაბით გავაფართოვოთ ეკონომიკური თანამშრომლობის არეალი. ამჟამად საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები აქვს 40-ზე მეტ ქვეყანასთან. ესენია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი სახელმწიფოები, ჩინეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნები, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ეს არის ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება განვითარებაში და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემდგომ ხელშეწყობაში. მოზიდული გვაქვს 8 მილიარდზე მეტის ინვესტიცია. საუბარია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა და საქართველოს მსგავსი პატარა ზომის ქვეყნისთვის ეს დიდი მიღწევაა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემიძლია გაგიზიაროთ ეკონომიკური პარტნიორობისთვის საქართველოს სანდოობის დასადასტურებლად. საქართველომ 500 მილიონი დოლარის ოდენობის ევროობლიგაციები გამოუშვა. მისი განთავსება სულ ახლახან ლონდონის ფასიანი ქაღალდების საფონდო ბირჟაზე განხორციელდა. მასზე მოთხოვნა 5.5-ჯერ მეტი იყო და 2.8 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. ესეც ადასტურებს საქართველოს მიმართ არსებულ დიდ ინტერესს და ჩვენი ეკონომიკის სანდოობას. საქართველოსა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ერთ-ერთი მაგალითია ისიც, რომ კომპანია Eagle Hills-მა 6.6 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. ეს არის პროექტი უძრავი ქონების ბაზარზე, რომლის განხორციელებაც საქართველოში დაიწყო და წინასწარი გაყიდვების შედეგებს თუ შევხედავთ, სახეზეა ძალიან მაღალი ნდობა საქართველოს მიმართ ყველა შესაბამისი ეკონომიკური სუბიექტის მხრიდან. საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა იკვეთება უძრავი ქონების ბაზარზე, მასპინძლობის სფეროში, ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორში, რომელიც ძალიან სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდება. ეს ყველა ფაქტორი ქმნის მიმზიდველობას და ინვესტორთა ინტერესს განაპირობებს. საქართველოს ენერგეტიკის სფეროში კაპიტალ დაბანდებაც მომგებიანია. ჩვენი გეგმაა საშუალებადიან პერიოდში გავზარდოთ ენერგიის წარმოება 4800 მეგავატიდან 12500 მეგავატამდე 2035 წლისთვის. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ჰიდრორესურსებით და ამიტომ ინვესტიციები ამ და სხვა მზისა და ქარის ელექტროსადგურებში სარგებელს მოუტანს ინვესტორებსა და ქვეყანას. საქართველოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ჩვენი სურვილია ეკონომიკური თანამშრომლობა გავაფართოვოთ. ჩემთვის სასიამოვნო იყო ამ აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და ამ დარბაზში ყველას მოვუწოდებ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისკენ. მაღალი დონის შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში მართავს. დუბაიში სამიტს 150-მდე ქვეყნის 6000-მდე წარმომადგენელი ესწრება. კვირის ბოლომდე გაგრძელდება შეხვედრები ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოსვლისა და გაფართოვებული შეხვედრების გარდა. რამდენიმე პირისპირ შეხვედრას გამართავს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და ასევე მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებთან. ეს ნინო არღლიანი იყო. დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ბოტსვანის რესპუბლიკის პრეზიდენტ შეხვდა, ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგზე. ირაკლი კობახიძემ ბოტსვანის რესპუბლიკის პრეზიდენტს იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ბოტსვანის რესპუბლიკისთვის წარმატებული რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრიც დაესწრო. ქრონიკის მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობებისთვის დასმულ კითხვაზე გაუწიათ თუ არა გრანტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ ესტონეთში რეგისტრირებულ ორგანიზაციებზე, პასუხი მხოლოდ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაგვცა, თუმცა მათი პასუხი ბუნდოვანია. უფრო მეტს გვეტყვის ნინი გოგიშვილი. ბუნდოვანი პასუხი, რომელიც მთავარ დასმულ კითხვას არ პასუხობს, თამამად შეიძლება ასე შეფასდეს დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი მეილი ჩვენ მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ, თუმცა კითხვა იყო საკმაოდ მარტივი, დანიის მთავრობა და მათი ქვეყნის დონორები აგრძელებენ თუ არა იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებმაც მისამართი შეიცვალეს საქართველოს ნაცვლად. ახლა ესტონეთში არიან დარეგისტრირებული, რომლის მთავარი მიზანი კვლავად საქართველოში უცხოური ფინანსების შემოტანაა, ისე რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუანონ. როგორც უკვე ვთქვით, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ამ მთავარ კითხვაზე პასუხი არ გაგვცეს, შაბლონური პასუხი გამოგვიგზავნა და თან დაურთო გვერდი, სადაც ირწმუნებიან, რომ ამ გვერდზე შესვლის შემდეგ ამ კითხვებზე პასუხს მივიღებდით, თუმცა ასე არ არის. გვერდზე შესვლის შემთხვევაში ასეთი სახის ინფორმაცია არ იკითხება.
დანიის საქართველოსთან თანამშრომლობა ეფუძნება შეთანხმებულ ორმხრივ ჩარჩოებს, მათ შორის 2023 წელს ხელმოწერილ ორმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმს. დანიის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის დეტალები გამოქვეყნებულია ოფიციალურ პლატფორმაზე, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ მონაცემებს გამჭვირვალობის საერთაშორისო დაღიარებული სტანდარტების შესაბამისად. ბუნდოვანი პასუხი, რომელიც უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს, ასე ფასდება საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობაში დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოგზავნილი პასუხი, თუმცა მათთვის უკვე დიდი ხანია ცხადია, რომ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს კონკრეტული დონორები და სახელმწიფოები ეხმარებიან იმისათვის, რომ ქართულ კანონმდებლობას გვერდი აუარონ უცხოური ფინანსები კვლავაც დესტაბილიზაციის მცდელობის მიზნით საქართველოში შემოიტანონ, თუმცა მართლ გუნდში განმარტავენ, რომ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ ცალსახად გამოაჩინა, რომ ისინი აფინანსებენ ორგანიზაციებს, თუმცა პასუხისმგებლობას მაინც გაურბიან. ნიდერლანდების მთავრობის პასუხისმგებლობაზე წერს ქვეყნის პირველი კანონმდებელი, ის იშველიებს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას მისი მისამართით, რომელიც აჟღერებს სრულ ბრალდებებს შალვა პაპუაშვილის მიმართ და რომელსაც აფინანსებს ნიდერლანდების მთავრობა, ამიტომაც ქვეყნის პირველი კანონმდებლის განმარტებით ნიდერლანდების საელჩომ უნდა გაიაზროს ის, რომ დეზინფორმატორების მიერ დაფინანსებით ისინი საერთაშორისო სამართალს უხეშად არღვევენ. იმ არასამთავრობოების დაფინანსება, რომლებიც ესტონეთში არიან დარეგისტრირებული რაღაცა მისამარზე, სადაც მხოლოდ და მხოლოდ დანგრეული ხუხულა არის, წარმოშობს ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია, ეს არასამთავრობოები არალეგიტიმურად და არაკანონიერად აპირებენ მოქმედებას, ფონდები, რომლებიც ასეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, თავისთავად ცხადია, რომ აი ამ ავანტიურაში მონაწილეობის მიღებას აპირებენ. ფაქტი, რომ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები თუ ქვეყნები თავს არიდებენ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მოწმობს იმას, რომ მათ რაღაცა აქვს დასამალი. არ ვიცი ეს რა ჯგუფია, ვინც ესტონეთში ყალბი რეგისტრაციის მქონე მედიის სრულად მხილებულ სიყალბეს ავრცელებს, თუმცა მიუთითებენ, რომ ნიდერლანდების მთავრობაა მათ შორის, ვინც მათ ფულს უხდის. რა თქმა უნდა, ამ ჯგუფის მიერ სიყალბის გავრცელებაზე პასუხისმგებელია მისთვის ფულის გადამხდელიც. ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს. სირცხვილია. ესეთი პასუხის მოწერა საერთოდ რო გაჩვენებულიყვნენ, ალბათ ისჯობდა, ვინაიდან ფაქტობრივად კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინეს და კიდევ უფრო მეტად დაადასტურეს, რომ როგორც ჩანს დასამალი მათაც ბევრი რამე აქვს და სინამდვილეში როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ გამჭვირვალობის პრინციპის წინააღმდეგ მოქმედებენ გარკვეული ძალები, ეს რა თქმა უნდა ამ ეგზალტირებული NGO-ების ნაცვლად არიან მათი დონორები. დღეს ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ სინამდვილეში გამოდიოდნენ არა ეს პოლიტიკური NGO-ები, რომლებიც თითქოს წინაპრანზე იდგნენ, არამედ მათი დამფინანსებლები, დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩვენი საზოგადოებისთვის არის პრაქტიკულად ნათელი ყველაფერი, თუ როგორც ცდილობენ დააფინანსონ რადიკალიზმი საქართველოში, ალკეული ფონდებით, ალკეული ქვეყნის პირდაპირ ბიუჯეტიდან, განსაკუთრებით და გამორჩეულად მას შემდეგ, რაც USAID-დან დაიხურა შეერთებულ შტატებში. ბუნებრივია, რომ მე პასუხის გაცემა უკვე უჭირთ მალავენ საკუთარ არაკეთილსინდისიერ და თალკეულ შემთხვევაში შეგვიძლია დავარქვათ პირდაპირ მტრულ დამოკიდებულებას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, რამე თუ როდესაც მხარს არ უჭერ ქვეყნის საზოგადოებას, მის მიერ არჩეულ ხელისუფალს და ცდილობ დააფინანსო ძალადობა და ძალმომრეობა, ამით არის ყველაფერი გასაგები და ნათელი. ჩვენ მიერ დასმული კითხვა საკმაოდ მარტივია, აგრძელებენ თუ არა იმ ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც ახლა გადაბარგნენ ესტონეთში იმისათვის, რომ ქართული კანონმდებლობის გვერდისავლით უცხოური ფინანსები კვლავაც გაუმჭირვალედ მიიღონ. ამ კითხვით რამდენიმე ქვეყნის საელჩოს მივმართეთ, თუმცა მათგან დუმილია სამდღიანი ფიქრის შემდეგ მხოლოდ დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გვიპასუხა, თუმცა მათი პასუხიც შაბლონურია. პირდაპირ ეთერში ნინი გოგიშვილი გვერდებოდა. ზოგადი და უმაღლესი განათლების შესახებ კანონებში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა. საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებს მინისტრის მოადგილემ წარუდგინა, მოგვიანებით კი მათ შეკითხვებსაც უპასუხა. რა კითხვები დაისვა და როგორი იყო პასუხები, ამას რატი მეტრეველი გვეტყვის.
განათლების მინისტრის მოადგილემ სასესიო მოსმენაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა რეფორმის შესახებ. დეპუტატებს თავდაპირველად საუბარი შეეხო სასკოლო საფეხურზე დაგეგმილ სიახლეებს. რეფორმას, რომლის მთავარი მიზანია როგორც სასკოლო, ისე საუნივერსიტეტო სივრცეებში განათლების ხარისხის გაზრდა, არ აქვს მხარდაჭერა გახარიას პარტიისგან, თუმცა არც ამ შემთხვევაში, ისე როგორც ტრადიციულად, მათგან არ მოგვისმენია კონკრეტული არგუმენტები თუ რა უარყოფითი მხარეები აქვს აღნიშნულ რეფორმას და საკანონმდებლო ცვლილებებს და რატომ არ უნდა შევიდეს ძალაში ეს რეფორმა. სამაგიეროდ ამის საპირწონედ მოვისმინეთ მომხსენებლის მხრიდან და არა მარტო მომხსენებლის მხრიდან ბევრი ისეთი რამ, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს რეფორმის აუცილებლობას. მოგიხსენებათ, რომ 6 წელი გახდება მინიმალური ასაკოვანი ზღვარი, მაგრამ ჩავკეტეთ თარიღთან დაკავშირებით 15 სექტემბერი. მოგიხსენებათ, რომ კალენდარულად შესაძლებელია, რომ არასამუშაო დღეს დაემთხვეს და ამიტომ კანონში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ზუსტად იყოს მითითებული 15 სექტემბერი. სასკოლო ფორმის ტანსაცმლის ტარება გახდება სავალდებულო. სახელმწიფოს გრიფირების მინიჭების წესი გაუქმდება, ვინაიდან სამინისტრო შექმნის ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოს, უზრუნველყოფს მის ბეჭდვასა და მოსწავლეთათვის უსასყიდლო დროებით სარგებლობაში გადაცემის მიზნით შესაბამისი სკოლებისათვის მიწოდებას. მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ვაზუსტებთ, რომ მასწავლებელს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომლებს 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება დასაქმდეს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ასევე სამინისტრო დაამტკიცებს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების ზოგად წესს. ელექტრონულ კომუნიკაციებთან დაკავშირებით ჩვენ მქონდა რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვა, რადგან თუ ელექტრონული კომუნიკაციების საგაკვეთილო პროცესს ხელს უშლიდა საჯარო სკოლებში, ჩვენ შემოვედით წინადადებით, რომ რა თქმა უნდა ეს ფორმატი განხორციელდეს კერძო სკოლებში. მაქსიმალურად საკანონმდებლო ცვლილებების დროს სამინისტრო ერიდება კერძო სკოლებთან დაკავშირებით, კერძო უნივერსიტეტებთან დაკავშირებით, კერძო სტრუქტურებთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის რეგულაციების დაწესებას. ამიტომ ჩვენი წარმოდგენილი რედაქცია გულისხმობდა მხოლოდ სახელმწიფო სკოლებში შესაბამისი ელექტრონული საშუალებების შეზღუდვას. სკოლის ფორმებთან დაკავშირებით თქვენ ახსენეთ, რომ სახელმწიფო იქნება ჩართული და უფასოდ მიაწვდის ან გარკვეული შეღავათებით სოციალურად დაუცველებს 60,000 ხულაზეა საუბარი. მრავალშვილიანობის კომპონენტი ხომ არ იგეგმება, რომ შემოტანილი იყოს ან დამატებით კომპონენტად. სოციალურად დაუცველი პირებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს, რა თქმა უნდა, ამის შეძენა, თუმცა ამ ეტაპისთვის ძალიან გამიჭირდება კონკრეტულად გითხრათ ჩამონათვალი ქულების მიხედვით. ახლა საბოლოოდ ძირს უთხრით, აუქმებთ და ანგრევთ იმას, რის შენებასაც მოუნდა ივანე ჯავახიშვილი წინა საუკუნის დასაწყისიდან. მძიმე გამოწვევების მოგვარების ნაცვლად განათლების სისტემის ნაჯახით დაჩახვა განიზრახეთ. სად არის გარანტია, რომ სამინისტრო არ შეარჩევს ავტორებს პოლიტიკური ნიშნით? პოლიტიკური ნიშნით სახელმწიფოს ავტორის შერჩევა როგორ უნდა მოხდეს, მართლა ვერ გეტყვით, არ ვიცი. გიდასტურებთ იმას, რომ არის უმაღლესი რანგის მეცნიერების შერჩეული. დღესვე სასესიო მოსმენაზე განიხილეს უმაღლესი განათლების საფეხურზე შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონპროექტი და ასევე ეს საკითხიც დეტალურად იქნა განხილული. აღსანიშნავია, რომ რეფორმის თანახმად ბევრ სხვა სიახლესთან ერთად დაგეგმილია ის, რომ სახელმწიფომ სრულად საკუთარ თავზე აიღოს უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის, თუმცა როგორც გაირკვა, გახარიას პარტიის მხარდაჭერა არც აღნიშნულ ინიციატივას არ ექნება. ვიცით, რომ და ისინი სპეკულირებენ ორი დიდი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხით. ვიცით, რომ აღნიშნულ საკითხზე თავად არიან დიალოგის პროცესში უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროფესორები და უშუალოდ არიან ისინი დიალოგში ჩართულები, თუმცა როგორც ჩანს, გახარიას პარტია საკითხზე მათზე მეტ კომპეტენციას ავლენს და ამ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციისთვის იყენებს. აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს ვამატებთ პროფესორის ახალ კატეგორიას, ეგრეთ წოდებული წამყვანი პროფესორის, ანუ ლიდ პროფესორის თანამდებობას კატეგორიის ნაწილში. შემდეგ მასწავლებლების მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო, სამაგისტრო, საგანმანათლებლო პროგრამებს ჩავანაცვლებთ 3+1 მოდელის პრინციპით. ვაზუსტებთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მე-13 მუხლს, რომელიც ეხლაც არსებობს და გულისხმობს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებს. იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, სადაც ვერ
ვერ მოხდება შესაბამისი პროგრამა და შესაბამისად შეიზღუდება ამ ნაწილში ჩვენ მილევად რეჟიმში ვაპირებთ რომ ბოლომდე მივიყვანოთ აღნიშნული პროგრამები იმისათვის რომ სტუდენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მოვახდინოთ იმავე უნივერსიტეტის დიპლომის გაცემა ბოლომდე მიყვანა ამ პროგრამები სადაც მათ ჩააბარეს. როდესაც ირაკლი კობახიძე იყო აქ მან გითხრა რომ რაღაც ექსპერტებთან მზადდებოდა ეს რეფორმა. გითხარით ვინ იყო ის დიადი ხალხი ვინც აი ამ რეფორმაზე მუშაობდა. განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს აქვს შექმნილი სპეციალური სიპები, რომლებიც მხოლოდ კვლევებზე მუშაობენ ამ მიმართულებით. რაც შეეხება ისეთი ტიპის ინსტიტუციური გაერთიანებების გადაწყვეტილებას, ეს სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ. საქართველოს კანონმდებლობით გამომდინარე ვალდებულებების გათვალისწინებით სამინისტროს დისკრეცია. რეგიონალური უნივერსიტეტების პედაგოგიური პროფილი რომ გამოიკვეთება. 3 წლიან ბაკალავრიატში ჩაშენდება 60 კრედიტიანი პროგრამა თუ ცალკე იქნება ეს მიმართული და როგორ გესახებათ. ჩვენ ხوار ვეთიშებით ამ ბოლონიის პროცესს. პედაგოგიური მიმართულება უნდა დაუთმოთ რეგიონულ უნივერსიტეტებსაც, ისევე როგორც შევინარჩუნოთ როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, როგორც ცენტრალურ ჰაბებში, ასე ვთქვათ. ტენდენცია თავად გიჩვენებთ 4 წლიდან 3 წლიანამდე გადმოსვლასთან დაკავშირებით და მაგისტრატურების 2 წლიდან პრაქტიკულ მასტერამდე, ანუ 1 წლიან სამაგისტრო პროგრამამდე ჩამოყვანასთან დაკავშირებით, ამიტომ გიდასტურებთ, რომ არც ერთ კომუნიკესთან დაკავშირებით, არც ერთ ბოლონიის პროცესის არც ერთ მუხტთან დაკავშირებით 3+1 მოდელი არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის. განათლების რეფორმის მიხედვით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პირველი მოსმენით კენჭისყრა დღეს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ პარლამენტი აღნიშნულ საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს. ეს რატიმეტრეველი იყო. პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა გრანტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს. მოხსენებელი არჩილ გორდულაძე იყო. მან წარუდგინა deputatებს კანონში შესატანი ცვლილებები. მოგვიანებით კი მათ შეკითხვებსაც უპასუხა. ანა ბერძენიშვილი გვეტყვის დეტალებს. ცვლილებათა პაკეტს დეპუტატებმა მხარი სულ რამდენიმე წუთის წინ დაუჭირეს. ქართულ პოლიტიკაში უცხოური ფული არ უნდა იყოს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მომხსენებელმა არჩილ გორდულაძემ დეტალურად ისაუბრა. ზუსტდება გრანტების ცნება, გრანტად ჩაითვლება უცხო ქვეყნის ან უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხა. ასევე იკრძალება გარელობიზმი, რომელიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას დაექვემდებარება. არჩილ გორდულაძემ დეტალურად გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობა ავრცელებს მიზან მიმართულ ტყუილს, მაშინ როდესაც ამბობენ, რომ ემიგრანტების სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის IT სფეროს წარმომადგენლები, მეწარმეები, სხვადასხვა სპორტული ფან-კლუბის წევრები უცხოურ დაფინანსებას ვერ მიიღებენ. დღეს მათ ცალსახა პასუხი გასცა სახელმწიფო გუნდმა, რომ ეს ყველაფერი არის დეზინფორმაცია და ტყუილი. ასევე ის პირები, ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებსაც გაცხადებული აქვთ პარტიულ პოლიტიკური საქმიანობა, იმ რეგულაციებს დაექვემდებარება, როგორ რეგულაციებსაც ექვემდებარება პოლიტიკური პარტიები. ალბათონი მარტა კოსისგან, ასევე კავშირის წარმომადგენლისგან, გატონი ჰერჩინსკისგან გავიგეთ, რომ თურმე გამოყოფილია დიდი ოდენობით თანხა და ამავდროულად ბიუროკრატები, არარჩეული ბიუროკრატიის წარმომადგენლები ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს, რათა საქართველოში შემოიტანონ თანხები. შემდეგ ეს თანხები ხშირად ხედავთ, რომ ხმარდება მაგალითად სიძულვილის კამპანიას, პიროტექნიკის შესაძენად, მოლოტოვის კოქტეილის დასამზადებელი მასალების შესაძენად. შემდეგ მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა იმ ძალადობრივი აქციების დროს, რომელიც მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. პასუხისმგებლობის აღება არავის არ უნდა და არც მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა, ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების მთავარი გადაწყვეტილების მიღების ქართული ხალხის გარჩევანის პატივისცემა და ხედავთ, რომ გვერდის ავლის გზებია თურმე მოსაძებნი. გრანტად ასევე მიიჩნევა სხვა სახელმწიფოს მიერ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს
მოქალაქისთვის ან საქართველოს ბინადრობის მქონე პირისათვის თანხების მატერიალური ტექნიკური სახსრების გადაცემა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოპოვებას და მიმართულია პოლიტიკის შეცვლისკენ, გატარებისკენ ან ჩამოყალიბებისაკენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ, მაგალითად ის, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ემიგრანტებს უკრძალავს საკუთარი ოჯახის წევრებისთვის თანხის ჩარიცხვას. ტყუილია ასევე, რომ IT საქმიანობით დაკავებულ პირებს, ანუ როდესაც წერენ მაგალითად კოდს და უგზავნიან უცხოეთში, ამისთვის იღებენ ჰორორარს, ამ ჰორორარის აღება აღარ შეიძლებათ საქართველოში. ტყუილია, რომ მეწარმეებს აეგზალებათ პოლიტიკური საქმიანობა. ტყუილია, რომ სპორტული ფან-კლუბების წევრები თუ უცხოური კლუბისგან მიიღებენ რაიმე შეღავაც, ეს შეიძლება გრანტად. მიუხედავად იმისა, ეს ორგანიზაცია რეგისტრირებული არის საქართველოში ქართული კანონმდებლობის შესაბამისად თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში, არსებითი საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებული იქნება, რომ სანამ თანხას მიიღებს, კეთილი ინებოს და საქართველოს მთავრობას ჰკითხოს თანხობის თაობაზე. მიიღებს თანხობას, იმ შემთხვევაში თუ ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის რისკები არ იარსებებს და შეიძლება რომ თავისუფლად ახარჯოს თანხები. საქართველოში მოქმედი უცხოური ფონდების ფილიალები, მათი წარმომადგენლებიც ვალდებულები არიან რომ მიმართონ საქართველოს მთავრობას, სანამ მიიღებენ საკუთარი კომპანიისგან თანხებს, ეს არ ეხება მეწარმე სუბიექტებს, მაგრამ ეხება იმ ორგანიზაციებს, რომლებიც არსებითად დაკავებული არიან მათ შორის პოლიტიკური აქტივობების დაფინანსებით. საზოგადოებასაც აუხსნათ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმა, რომელიც გაძლევს საფუძველს საქართველოს მოქალაქეს აუგზავნოთ პოლიტიკური აქტივობა, თუნდაც ფინანსების გამოყენებით, რომელზეც ნებართვა არ მიუღია მთავრობისგან. სპეციალურად კონსტიტუცია წამოგიღეთ ბატონო გიგამ, რომელსაც არ გადმოგცემთ ნამდვილად, იმიტომ რომ მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და თქვენზე არ ვარ დარწმუნებული და თქვენ პოლიტიკურ ჯგუფზე არა ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს კონსტიტუციას პატივს ვცემდეთ. წაიკითხეთ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მთავარი კანონის პირველი მუხლის სათაური, რომელსაც ქვია სახელმწიფო სუვერენიტეტი. შემდეგ ცოტა უფრო ბევრი საკითხვა მოგიწევთ, მესამე მუხლამდე მიხვალთ, რომელსაც ქვია დემოკრატია. კიდევ ბევრი მუხლია ისეთი, რომელიც ავალდებულებს ქმნის გარანტიას სახელმწიფო იმ მთავარი პოსტულატებისა და მთავარი პრინციპებისა, რაც ჩვენს ქვეყანას საქართველოს აქცევს სუვერენულ და დემოკრატიულ სოციალურ სახელმწიფოდ და ამავდროულად ავალდებულებს კონსტიტუციურ ორგანოებს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტი, დემოკრატია უზრუნველყოფილი იყოს. თქვენ თქვით, რომ ემიგრანტებს თუ თანხა არის გადმორიცხული საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, არ ექნებათ არანაირი შეზღუდვა. მიპასუხეთ, ვინ განსაზღვრავს, რას ნიშნავს საყოფაცხოვრებო მიზნები? როდესაც ოჯახის წევრი ოჯახის წევრს ურიცხავს კონკრეტულ თანხას, აქ პოლიტიკური საქმიანობა და პოლიტიკური მიზანი სად არის? ამიტომ კიდევ ერთხელ ვერ გავიგე ვინ ავრცელებს ტყუილებსო და ვინ ავრცელებს და თქვენი მეგობარი TI მაგალითად კაპიტანი გიგაური ის მედიები როგორც ისეთი მედიები როგორც არის მაგალითად თავარი TV პირველი ფორმულა აბსოლუტური ტყუილები. სახელმწიფო გუნდის მხრიდან ცვლილებების მიღების ერთ-ერთი მთავარი მოტივი გახდა ის განცხადებები, რომელსაც ზოგიერთი ევრობიუროკრატი აკეთებდა, მათ შორის არის ევროკომისარი მარტა კოსი და ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ ეძებენ გზებს, რათა კანონს გვერდი აუარონ. უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ბოლო წლებში ქართულმა საზოგადოებამ იხილა რევოლუციის ხუთი მცდელობა, სიძულვილის ენის წახალის ქვეყნის ინტერესების დაზიანება, სახელმწიფო გუნდის შეფასებით კი ეს ცვლილებები ამ ყველაფრის აღმოფხვრას ემსახურება. მადლობა ანა ბერძენიშვილს. გიორგი გახარეს პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა მათთვის საამაყო იყო. პარლამენტის ხდომაზე გახარეს გუნდის წევრებმა თქვეს, რომ ნაბიჯი, რომელიც მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგა, საუბარია საგუშაგოს ჩადგმაზე, სავიზიტო ბარათის საპირწონე იყო. ცოცხალეთი კორექტივი შევიტანო, ეთყობა დიდი ხანი არ ხართ. დაზუსტების ნაწილი. ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტის ხელყოფა ფაქტობრივად ყოველდღიურად ხდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ცოცხალი ოკუპაცია, ანექსია
ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ასე შემდეგ. თუმცა თქვენი ხელისუფლების მხრიდან არასდროს არც ერთ განხორციელებულ ქმედებაზე არ ჟღერდება არც ერთი ბგერა. ცოცხალ ოკუპაციასთან დაკავშირებით მე თქვენს ადგილზე საერთოდ სიტყვას არ ამოვიღებდი, მაშინ როდესაც თქვენი პოლიტიკური დაჯგუფების ლიდერი არის ბატონი გიორგი გახარია, რომელმაც გააკეთა ის, რაც გააკეთა ჩორჩანაში. და მისი ქმედებებიდან გამომდინარე ჩვენს ქვეყანას მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი აქვს დაკარგული ოკუპაციის ფარგლებში გაგახსენებთ რომ არა საქართველოში მოქმედი დღესმართველი გუნდი სამართლებრივად დღეს რუსეთს ოკუპანტი არ ერქმეოდა. რომელ ყოფილიყო ეს გუნდი, მათ შორის ჩვენ არ მოვიგებდით დავას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში. არ დადასტურდებოდა, რომ არათუ 2008 წელს, არამედ 1990-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით იგი არის პასუხისმგებელი. ჩვენ გუნდს წარმოადგენთ, რომლის ბელადიც ჩორჩანაში ყველასგან შეუთანხმებლად, ყველასგან პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების რისკის მიყენებით საბოლოო ჯამში შედეგით მილიონ კვადრატულ მეტრზე დაკარგული ტერიტორიებით საოკუპაციო ხაზის გაფართოებით არის წარმოდგენილი და ეხლა გადაქცეულია უცხო ქვეყანაში ერთ ჩვეულებრივ რიგით სტიპენდიანტად. საგუშაგოს ჩადგმა ერთ-ერთი ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო ჩემთვისაც მათ შორის. ჩვენ ამით ვამაყობდით. დღეს ორი საოცრება მოვისმინეთ. ჯერ მაგალითად პირველი აღიარებითი ჩვენება ქალბატონ ქეთევან მაკარიძისთვის თურმე აღმოჩნდა რომ ჩორჩანაში ჩაგოების დადგმა მილიონი კვადრატული მეტრის დაკარგვა ეს ყოფილა სავიზიტო ბარათი. ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციაზე პარლამენტთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე იმ კანონპროექტებს აპროტესტებდნენ, რომლებსაც პარლამენტი განიხილავს. საუბარია როგორც გრანტების შესახებ კანონზე, ისე განათლების ახალ კანონპროექტებზე. ადგილზე პოლიციაც იყო მობილიზებული, საპროტესტო აქცია მალევე დასრულდა. პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად არის. მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში სამთავრობო გამოცდილების გაზიარების ფორუმში მონაწილეობა მიიღო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა. პანელური დისკუსიის მთავარი თემა იყო ეროვნული პროგრესის გაძლიერება ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით. გეოპოლიტიკური გაურკვევლობების პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მედიგვება და მთავრობის მიერ ამ პრინციპების დემონსტრირება. საქართველოს ზომით პატარა ქვეყანაა, მდიდარი ისტორიითა და ამაყი ხალხით. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. თუ ყველა ამ გამოწვევის დაძლევა გაქვს განზრახული, ჯერ მკაფიო და ცხადი გეგმა, კონცეფცია და პოლიტიკა უნდა შეიმუშაო, რათა გესმოდეს როგორ მოქმედებ გლობალური გაურკვევლობების პირობებში. ჩვენი კონცეფცია ძირითადად მშვიდობას ეფუძნება. ამდენად საქართველო არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არამედ ფართო გაგებით რეგიონში მხარს უჭერს მშვიდობას. მშვიდობა კი ნიშნავს მეტ სტაბილურობას, ის უზრუნველყოფს სანდოობას, რასაც მოჰყვება ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის კეთილდღეობისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისით შესანიშნავი შედეგები გვაქვს. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3% იყო და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. ამავდროულად თუ ქვეყანას სტაბილურობის შენარჩუნება სურს აუცილებელია ძლიერი ინსტიტუტების, ძლიერი ანტიკორუფციული პოლიტიკის და ძლიერი საჯარო შესყიდვების სისტემის არსებობა. ამით მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექმნება რწმენა, რომ ზრუნავ ერზე და ხალხის კეთილდღეობაზე. მაგალითად, მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილია მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. მისი მთავარი დანიშნულებაა სახელმწიფო ფასეულობათა დაცვა ყველა სამინისტროში, საჯარო სამართლის ყველა იურიდიულ პირში, ყველა არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და ყველა სახელმწიფო საწარმოში. მიმდინარე წლის პირველი 6 თვის შედეგებით მიღებული ფისკალური შედეგი 300 მილიონში ადგენს. ეს ჩვენი ბიუჯეტისთვის დიდი ფულია. სწორედ ამდენი დავუზოგეთ სახელმწიფო ბიუჯეტს. ჩვენ ასევე უზრუნველყოფთ ყველა სამინისტროსა და საჯარო უწყების ანგარიშვალდებულებას. ასევე მნიშვნელოვანია საჯარო შესყიდვები, რადგან სახელმწიფო სექტორია ერთ-ერთი უმსხვილესი შემწყიდველი ქვეყანაში. ამიტომ მთელი სისტემის რეფორმა განვახორციელეთ და ბაზრის კვლევის ელექტრონული სისტემა დავნერგეთ. ეს ქართული ნოუ-ჰაუ გახლავთ. მას ზუსტი ანალოგი არ გააჩნია ევროკავშირსა და მის კანდიდატ ქვეყნებში. ის მოიცავს ყველა შემწყიდველ ორგანიზაციასა და
59,000 ეკონომიკურ სამეწარმეო სუბიექტს, რომლებიც მონაწილეობენ ბაზრის კვლევასა და უშუალოდ შესყიდვის პროცედურებში. ამ სისტემის მთავარი მიზანია შესყიდვებში რისკების მინიმიზაცია და მიკერძოების გამორიცხვა. Ამდენად, თუ ქვეყანაში მშვიდობაა სტაბილურობასთან, სანდოობასთან ერთად ეკონომიკა იზრდება. როცა ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და შესაძლებლობა გაქვს ინვესტიციები ხალხში, განათლებასა და ახალი უნარების შეძენაში, პროფესიულ სწავლებასა და სოციალურ პროგრამებში, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში ჩადო, ასეც ხდება. სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება ჩვენი პოლიტიკა. ქრონიკა 17-ზე დასრულებულია, რამდენიმე წუთში იმედის ეთერს ნათია სორდია განაგზობს სტუმრებთან ერთად, მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.